სიტყვარსობს, რომელიც ზუსტად ასახავს ქართულ ყოფას, დღეს ქართველი ერი რაგან. რაღაც ვერ დავამთავრეთ მაგაზე ლაპარაკი და ძალიან მინდა ვიცოდე თქვენი შეფასებით რას გავდივართ ახლა მე-300 დღეა. ძალიან დიდი პროცესია და ამის ერთ სიტყვაში ჩატევა შინაარსი ძალიან რთული მგონია და ძალიან ჭკვიანური, იმიტომ რომ თან გიორგი სომხეთთან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა სტატუსიც დაწერა და ძალიან საინტერესო არის იქედან წამოღებული ემოციების გაზიარება და კიდევ ერთხელ მოგწევს რწმენას იმაში, რომ ეს რუსული ძალა ქვეყანაში არის დამარცხებადი და ამის ძალიან კარგი მაგალითია ქვეყანა სომხეთი. დიახ, ზუსტად ასეთი პოზიტიური განწყობი დაბრუნდი, რადგანაც სომხეთი თვალსაჩინო მაგალითია, როგორ შეიძლება ძალიან კაფიოთ და წარმატებით რუსული რეჟიმის დამარცხება ყველაზე რთულ დროსთან. დიახ, და რა მოყვება ამას? ამას მოყვება ნამდვილი სუვერენული სახელმწიფო, რომელიც დღეს ინკლუზიური ხელისუფლების და ოპოზიციასთან თანამშრომლობის, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის მედიისთვის ღიას ფონზე ქმნის ძალიან წარმატებულ მაგალითებს თანამშრომლობის უცხოეთთან, მათ სხვადასხვა ქვეყანასთან, ჯერ ერთი მეზობლებთან აბალანსებს ურთიერთობას, მაგრამ ამავდროულად ევროკავშირის უმაღლესი კომისარი, რომელიც თბილისში არ ჩამოვიდა მარტაკოსი და ერევანში და ბაქოში იყო, განაცხადა 200 მილიონ ევროს უმატებენ, ჯამში 3 მილიარდი евро არის დაახლოებით სომხეთთვის გადაცემული. ან სომხეთი ეკონომიკურად ძალიან სწრაფი ტემპებით ახლა ვითარდება, დემოკრატიის დონე ძალიან მაღალია, დამპატიჟეს მართველი პარტიის ოფისთან მყოფ მედიაში, მათივე პარტიის მედია არის, იმდენად ლიმიტირებული საშუალებები აქვს მართველ პარტიას და იმდენად ბიზნეს ცენტრის მეორე სართულზე არის და საპარიკმახეროს და ბავშვთა გასართობ ცენტრის გვერდზე არის მართველი პარტიის ცენტრალური ოფისი. ხო და საქართველოში სადაც რუსული რეჟიმი ესე გამაგრებულად ციხესიმაგრეებს აშენებს, აი ამის საპირწონედ არის ის სიტყვა სწორედ, რაზეც თქვი, ერთ სიტყვაში არის სომხურად ბრძოლა ერის განგრძობადი, რომელიც არის საგმირო. და რეალურად როცა მეკითხებოდნენ საქართველოში რა ხდება, ამ სიტყვას ვეუბნებოდი, იმიტომ რომ ქართველი ერი გადის აი ამ საგმირო ბრძოლის ეტაპს, რომელიც მე დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით ქართველი ერის სუვერენიტეტის აღდგენით და მარტო ევროკავშირზე არ არის. საქართველოს სახელმწიფოს აღდგენით, იმიტომ რომ დღეს გაგვიუქმეს სახელმწიფოებრიობა და ეს ძალიან მკაფიოდ ჩანს. შესაბამისად, ერთი მთავარი პრინციპი, რაც გვჭირდება, რაც სომხეთში იყო წარმატების საფუძველი, არ გვჭირდება სამშობლოს სიყვარულში დედლაინები. ნებისმიერი თარიღი, იქნება ეს 4 ოქტომბერი თუ ნებისმიერი სხვა 5 ოქტომბერის დრო დადგება. სამშობლოსთვის და მისი გათავისუფლებისთვის ბრძოლა აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ. და ამ ბრძოლის მთავარი გასაღებიც ასევე სომხეთში იდო. როცა ქართული ოცნება და რუსი ოლიგარქი ბორის გრიგორიევიჩ ივანიშვილი ყველგან საქართველოში გახდება სრულიად მიუღებელი და მისი მმართველობის რეჟიმი ლიფტში მყოფი ადამიანებისთვის, სკოლაში, ქუჩაში, რესტორანში თუ თეატრში, აი სადაც კი საქართველოს მოქალაქეს შეხვდება და იტყვის, რომ რუსი ოლიგარქის რეჟიმი აქ უნდა დამთავრდეს, იმიტომ რომ ეს კლავს ქართულ სახელმწიფოს არსებობას და გუბერნიად გადავეკეცით. სომხეთი იყო ეს გუბერნია და დღეს დამოუკიდებელი სახელმწიფო და წარმოუდგენლად უხარია ყველას იქ ეს. საქართველოს იყო რა თქმა უნდა თავისუფალი და უნდა აუცილებლად დავბრუნდეთ. მეტიც გეტყვით რა, საქართველოში ბრძოლა რუსეთის იმპერიალიზმის განთავისუფლებისთვის გაცილებით უფრო ღრმა ფესვებით არის ვიდრე სომხეთში და ეს ძალიან კარგად იციან. ამიტომ ჩვენ აქ კიდევ უფრო დიდი გმირობა გვაქვს წინ გასაკეთებელი და გვაქვს საინტერესო მომავალი ერთად ევროკავშირში. გიორგი, ერთი რამე მინდა დავაზუსტო. როცა ვსაუბრობთ აი ქართულ ერს რა გვჭირდება იმისთვის, რომ რაღაც ეს პროტესტი გქონდეს ყველგან ინდივიდუალურად, რა არის ტრანსპორტში მართლა თუ ინსტიტუციებში. ეს თუ შეინიშნება სომხეთში. ახლა შენ ახალი დაბრუნებული ხარ, იქ ახალგაზრდებში, მაგალითად, არ ვიცი, მასწავლებლებში, მოსწავლეებში ყველასთან ეს ინდივიდუალური პროტესტი ჩანს, ამან წაწია წინ ეს პროცესები, ამან დააჩქარა თუ აი შენი შეფასება შედარებით ანალიზი რო გააკეთო, ხო აი თავარი ტრიგერი რა იყო, თავარი мотиваცია რატომაც როგორც სომხეთმა ეს შეძლო. გაუსაძლისი. აი ეს ვითარება შეიქმნა, როცა ყველამ გაიაზრა უბრალოდ, რომ ასე გაგრძელება შეუძლებელია. ან რაღაცას ცვლის, ან სომხეთი დაიცლება საერთოდ. რაშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით საქართველოს და ეს გადაიქცევა სომხეთი რუსულ ბაზად. დღეს საქართველოს ზუსტად იგივე ვითარებაში არის, უბრალოდ ჩვენ აქეთკენ მივდივართ და მე ვფიქრობ შუაგზად ვართ რეალურად იმ ხრივ, რომ ყველა მოქალაქემ უნდა გაიაზროს. რა თქმა უნდა, რუსეთი ესეთი ძლიერი პროპაგანდით იქ არ იყო წარმოდგენილი თავის დროზე. ალბათ არ სჭირდებოდა და არ სჭირდებოდა ეგონა რომ
არ დასჭირდება, რა თქმა უნდა, პოზიტიური როლი ითამაშა იმან, რომ მაგალითად იქ სომხეთში დღესაც ეკლესიის გამოყენების რესურსი საკმაოდ შეზღუდული იყო და დღეს ცდილობენ, მაგრამ ხელისუფლება და საზოგადოება იასრებს, რომ ეს სრული რუსული კგბ სცენარია და დღეს მთავარი მოთხოვნა დგას იქ, რომ უნდა კატრიჩ ნერსისიანი, ანუ ეგრეთ წოდებული გარეგინ მეორე აუცილებლად დატოვოს თანამდებობა და მისგან გათავისუფლება მოხდეს, იმიტომ რომ დღეს ხვდებიან, რომ ეს რუსეთის ოკუპაცია არ არის მარტო სახელმწიფო უწყებების დონეზე. ეს ფესვებით შედის სხვადასხვა ინსტიტუტში, რომელიც ახდენს გავლენას საზოგადოებაზე და მერწმუნეთ სომხეთში დედა, მამა, მაგრამ შვენიერი ურთიერთობები ამერიკასთან, ევროკავშირთან, ევროკავშირში ინტეგრაცია ახლა ფაშინიანმა დაასახელა 20-26 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მისი პოლიტიკური გუნდის მთავარ მიმართულებად ვაშინგტონთან სტრატეგიული თანამშრომლობა, სამხედრო თანამშრომლობა, შესაბამისად ქართული ოცნების, რუსული ოცნების ეს მთელი ნარატივი დგას ფუჭზე. უბრალოდ ჩვენ უნდა დავიჯეროთ, რომ ამათზე გამარჯვება არის ძალიან მარტივი, ჩვენ ვართ ძალიან დიდ უმრავლესობაში, სისტემას რა თქმა უნდა ეშინია და სისტემაშიც კი არიან ჯანსაღი ადამიანები, ვისაც ქვეყნის ბედი მართლაც უფრო აინტერესებს, ვიდრე პირადად ბიძინა ივანიშვილის ბედი. რა თქმა უნდა. რა ერთხელ ახსენეთ ნამდვილი სუვერენიტეტი, ხო? რა პროპაგანდა, რომელიც ასემძლავრია ჩვენთან, რა უნდა დაუპირისპიროთ ამ პროპაგანდას, იგივე სუვერენიტეტს თავის სასარგებლოდ როგორ იყენებენ, სხვადასხვა სლოგანს თვითონ როგორ ირგებს რეჟიმი, ხო? აი ამის საწინააღმდეგო რა უნდა იყოს მოქალაქეების მხრიდან. კარგი მაგალითია სომხეთი და შეგვიძლია მოვიშველიოთ ხოლმე იმ მხრივ, რომ სომხეთში სუვერენიტეტის ჩამოყალიბება ნიშნავს ახლა რევოლუციის შემდეგ სწორედ იმას, რომ შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან გაააქტიურეს თანამშრომლობა და რუსეთისგან დამოუკიდებლები გახდნენ და შეამცირეს რუსული გავლენები. საქართველოში, რასაც ეგრეთ წოდებული ქართული ოცნება უწოდებს სუვერენიტეტს, ეს არის ჩრდილოეთ კორეის განსაზღვრა სუვერენიტეტის, როცა გლობალური იზოლაციის ფონზე შენ ხდები ვითომ არა მხოლოდ რუსეთის, არამედ სხვა ქვეყნებისგანაც იზოლირებული, მაგრამ რეალურად რუსეთის უკანა ეზოხდები და ამის ფონზე ქართული ტიპის გაგების, ანუ რასაც თვითონ ახსენებენ, სუვერენიტეტი ქართული ოცნების არის ანტიდასავლური თავის შინაარსში. ჩვენ აქ უნდა გავიაზროთ, რომ მათ ამ ნარატივებს საერთოდ არ უნდა მიუყვეთ. ჩვენ უნდა თავი ვიგრძნოთ გამარჯვებულად, რაც ნიშნავს იყო გამარჯვებული. უნდა გავიგოთ, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლებაში არის იგივე ძალა, რომელიც 9 აპრილის ორგანიზატორია. უნდა გავიაზროთ, რომ ამ ძალას და ივანიშვილს ეს პირდაპირ აქვს ნათქვამი, რომ არც შევარდნაძე გახდება და არც იანუკოვიჩი. ამ ძალას არ უნდა ხელისუფლების დათმობა. მით უმეტეს იმის ფონზე, რომ სომხეთი, აზერბაიჯანი და ცენტრალური აზიაც კი მალე სრულად გავლენ რუსული გავლენებიდან, მხოლოდ ლუკაშენკო და ივანიშვილი რჩება რუსეთს პოსტსაბჭოთა სივრცეში. ამიტომ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ აქ არის ერთი ადამიანის და მისი მცირე ჯგუფის რეალურად მართლობითი სისტემა. აგრძნობინებენ ადამიანებს, რომ მყარად არიან და ამ პროპაგანდას იყენებენ, იქ უზარმაზარი ფული იდება, მაგრამ თვითონაც იციან, რომ არიან ძალიან სუსტად. იციან, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა 80%-ზე მეტი სხვა განწყობაზე არის საერთოდ და ევროპული ინტეგრაციის. ამიტომ ეჩვიეპარებათ ამას როგორ შეძლებენ და ცდილობენ ძალადობით ან პროპაგანდით ამის განხორციელებას. ჩვენ უნდა პროპაგანდას სწორი კონტრპროპაგანდით შევუტიოთ. ამავდროულად უნდა გავიაზროთ, რომ სამწუხაროდ პერფორმანსებით ჩვენ რუს ოლიგარქს ვერ დაათმობინებ ხელისუფლებას. თავარია მივიდეთ იქამდე, რომ ყველამ გაიაზროს, რომ აქ გამოსავალი არის მათი სისტემის, ანუ ჩვეულებრივი რიტმის, ცხოვრების რიტმის შეჩერება. როცა სისტემა შეჩერდება, საერთოდ წარმოუდგენელია, თავად სისტემავე მიხვდება, რომ ბიძინა ივანიშვილის შენარჩუნება არის კრახი სისტემისთვის, ხოლო ბიძინა ივანიშვილის მიერ ძალაუფლების დათმობა არის სისტემის და ჩვენი სახელმწიფოს შენარჩუნება, მაგრამ ჩვენ გვაქვს გასაკეთებელი. ერთი არის კონსოლიდაცია ყველა მიმართულებით, ცხადია პროტესტის, მაგრამ მეორე მთავარი გამოსავალი დღეს ჩვენ მზად არ გვაქვს კონკრეტული ალტერნატივა, ვინც აიღებს ქვეყანაზე პასუხისგებლობას და ეს ფაშინიანის უპირატესობა იყო იქ, იმ ხრივ რომ ჩვენ ძალიან რთულ ვითარებაში ვიმყოფებით, ხედავთ უკრაინაში რაც ხდება, პოლონეთის მიმართულებითაც და ესტონეთის, რუსეთი რამდენად აგრესიულია, ჩვენს რეგიონშიც აგრესიულია, ამიტომ საქართველოს სჭირდება ძალიან ეფექტური, დიპლომატიური და სერიოზული, ასე ვთქვათ, ხედვების მქონე მომავალი მთავრობა, რომელიც უნდა წინასწარ მოვამზადოთ იმისთვის, რომ შემთხვევითი ადამიანების ხელში არ აღმოჩნდეს ძალაუფლება, რადგანაც ეს შეიძლება მორიგი
დიდი კატასტროფა იყოს. ჩვენ არ გვინდა ერთი კატასტროფიდან გადავიდეთ მეორეში. ამიტომ ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ. რა შეიძლება ვთქვათ პროტესტის მე-300 დღეს? თქვენი თავარი სათქმელი რა იქნება? ფიქრობ, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით ვიმდგარ და შუაგზად ვართ იმ ხრივ, რომ საზოგადოებაში სრულად იყოს აღქმა, რომ ჩვენ რუსული მარიონეტული რეჟიმი მართავს და უნდა მოვაშოროთ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ვესაუბროთ საზოგადოებას განსაკუთრებით იმ ნაწილს, ვისაც ეს ჯერ არ ესმის, იმიტომ რომ პროპაგანდა რუსეთმა გათვალა 18 წელს სომხეთის გამოცდილება და აქ პროპაგანდის სხვა მასშტაბებს მიაღწია. ამიტომ ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ამ პროპაგანდას, იმიტომ რომ ჩვენივე თანამოქალაქეები დღეს ირიბად, გაუაზრებლად ეხმარებიან რუსეთს, რომ მისი ხელისუფლება საქართველოს შეინარჩუნოს. როგორც კი ამას შევცვლით და ეს ყალბ იდეებზე დგას, ხო, დედა, მამა, შინაარსის ტიპის უაზრო პროპაგანდაზე. შესაბამისად, აი ამას როგორც კი შევცვლით, ქართველიერი სრულად პრაქტიკულად აჯანყდება აუცილებლად რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ და შესაბამისად მას გასაქცევი ექნება. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა რომ იყავით.